ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია შუადღის პოლიტიკა FM 98-ზე და 5-ზე. ჩვენ მაუწყებლობთ რადიო სივრცის გაზაფხულის ქუჩის სტუდიიდან. დღეს 5 თებერვალია და ჩვენ ვიწყებთ, კი არა, ვაგრძელებთ უბრალოდ ჩვენი შუადღის პოლიტიკის სეზონს. მე გურამ ნიკოლაშვილი ვარ. ჩვენი გადაცემის სტუმარი დღეს არის ისტორიკოსი ნუკრი შოშიაშვილი და ჩვენი გადაცემის მთავარი თემა იქნება რაღაცა ხედვა თებერვლიდან, თუ შეიძლება ითქვას, თებერვალი ესეთი დრამატული თვე აღმოჩნდა საერთოდ ჩვენ ისტორიაში სახასიათო, ხო? და რაც მთავარია, ეს არის თვე, როდესაც უკვე მთავარი მოვლენა, რაც მსოფლიოში ეცვალა, რაც მსოფლიოში მიმდინარეობს, ეს არის და განსაკუთრებით აქტუალური ჩვენთვის, ეს არის ომი უკრაინაში. ზუსტად 4 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, ამას წინ უძღოდა მთელი რიგი ულტიმატუმები, მთელი რიგი შეუთანხმებლობა და რუსეთი გარკვეულწილად აჯამებდა მთელი პრეტენზიებს, რასაც ბოლო წლების განმავლობაში შეიძლება ითქვას 2 ათეული წლის განმავლობაში გამოხატავდა და მაშინდელი მსოფლიო წესრიგისთვის ეს იყო სერიოზული რყევა. ძალიან საინტერესო იყო იმ გაგებით, რა თქმა უნდა, ტრაგიკული პირველ რიგში, რომელსაც უამრავი სიცოცხლე ემსხვერპლა და უამრავი ნგრევა მოიტანა, მაგრამ წმინდა დიდი ისტორიის თვალსაზრისით, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ეს იყო ძალიან საინტერესო ეს 4 წელი, იმიტომ რომ ჩვენ თვალწინ პრაქტიკულად ჩვენ ვნახეთ, როგორ ხდება ტრანსფორმაცია. მეც და ნუკრიც ისტორიკოსები ვართ, ჩვენ რაც წაგვიკითხავს ხოლმე წიგნში უკვე რაღაც გრძელი დროის დისტანციიდან და ხედავთ ხოლმე ხო რაღაც შეჯამებულ სახელდარქმეულ მოვლენებს, ეპოქებს, ათწლეულებს, ხანდახან ამას წიგნიდან ფიქრობ ხოლმე და ბევრ დეტალზე არ ფიქრობ, აი როგორ მოხდა ეს ტრანსფორმაცია, ყოველდღიურად როგორ ხდებოდა. ჩვენ ვიცით ისე რა, განზოგადებული, შეჯამებული ისტორია და ჩვენ ახლა ვხედავთ, აი როგორ ხდება ეს ტრანსფორმაცია. როდესაც რაღაცა იწყება, ვიღაცა პირველივე დღეს ხვდება, რომ მორჩა, აი ეს დამთავრდა, ხო? ძალიან კარგად არის მაგალითად ეს მოცემული იმ ქართულ ფილმში ღიმილის ბიჭები, როდესაც აი რაღაც ცხოვრება მიდის და უცებ რაღაც ერთ წამში იცოლება და ამას ყველა აცნობიერებს, რომ მორჩა 22 ივნისია დაიწყო ომი და უკვე ყველა ხვდება, რომ ერთ დღეშიც ვერ მორჩება და ერთ დღეში რომ მორჩეს, მორჩა ეს სამყარო შეიცვალა. ზუსტად ასე იყო, ვიღაც პირველი დღე მიხვდით, ვიღაცას არ ჯერა, ვიღაცას დღემდე არ ჯერა, ვიღაცა გაოგნებულია, ამ შოკიდან ვერ გამოდის და ეს ძალიან ბუნებრივია და ძალიან ადამიანური რეაქცია და დამოკიდებულება. და ბუნებრივია თუ კი ეხა ეს დისკუსია და აზრთა გაცვლა, გამოცვლა, შეფასება, ანალიზი მოხდება აკადემიურ თუ მედია სივრცეში, ესეც ნორმალურია, თუმცა ამითი არ შემოფარგლულა ქართული საზოგადოება, ეს ომი და მისგან გამომდინარე საკითხები იქცა მკვეთრი პოლიტიკური კრიზისების ინიცირების საბაბად. ჩვენ ნახეთ წინააღმდეგობის მოძრაობები, ეს წინააღმდეგობის მოძრაობა დღემდე არსებობს, იმიტომ რომ პირველ რიგში გარკვეული ძალების მხრიდან ეს პროცესი იყო დანახული როგორც ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობა. ეს ხან არჩევნებს მიება, ხან კანდიდატის სტატუსს მიება, ხან სხვადასხვა საკითხებს მიება, მაგრამ ეს წინააღმდეგობა უმცირესობის მხრიდან, რომელიც ვერაფრით ეგუება იმას, რომ არის უმცირესობა და რომ უმცირესობას თავის ნიშა გააჩნია და მათი ამოცანა ეს აითვისონ, ისინი აქტიურ წინააღმდეგობას მიმართავენ სწორედ უმრავლესობის მხრიდან. არჩეულ ხელისუფლებაზე და რაც თავარია, ბუნებრივია წინააღმდეგობის ფორმა ისე რომ არ უნდა ცნოს საერთოდ არაფერი, ხო? უნდა იყო ერთგვარი ქართული რეიხსბიურგერი, რომელიც უბრალოდ არ ეთანხმები ყველაფერი იმის არსებობას, რაც არის სრული რეალობა. მაგრამ 2025 წელი იყო მნიშვნელოვანი იმით, რომ ეს პროცესი შეჯამდა. ის რომ მსოფლიო შეიცვალა, ის რომ გეოპოლიტიკური წესრიგი აღარ არსებობს, ის რომ მსოფლიოში ძველი არქიტექტურა გამქრალია, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი სამყარო დასრულდა, როგორც ცივი ომის პერიოდით, ასევე პოსტცივი ომისეული პერიოდით, მოკლედ ძალიან დიდი 80 წლიანი პერიოდი დაიხურა და ეს აბსოლუტურად ყველა ლიდერმა გაახმოვანა, დაბეჭდა და დაამოწმა, რომ მორჩა. ძალიან საინტერესო იყო. შეიძლება პრაქტიკულად ბოლო აკორდად, შემაჯამებელ აკორდად ჩვენ დავასახელოთ დავოსის ფორუმი, სადაც ეს პირდაპირ იყო უმაღლესი ლიდერების დონეზე გასიტყვებული. დაიწყო 2026 წელი და იდგმება ის პირველი ნაბიჯები, რომელიც სადღაც რაღაც მომენტში უნდა გააფორმდეს ახალ წესრიგად. საინტერესო იყო გუშინ, რომ ამერიკის პრეზიდენტურაც თქვა ესე ვთქვათ, თავის ვრცელ სოციალური ქსელის ტექსტში, რომ ის ელაპარაკა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს და ქონად მოკლედ ნაყოფიერი საუბარი და აღწერა დეტალები,
გუშინ გამოქვეყნდა რომ პრეზიდენტი პუტინიც ელაპარაკა და მოიხილავს მთელი რიგი საკითხები, ანუ რაღაც გარკვეული ნაბიჯები დიდი მოთამაშეების მიერ იდგმება. ეხლა მე პატარა ესეთი შესავალი გავაკეთე, მაგრამ პირველი კითხვა მინდა უკვე დაგისვა ძალიან ზოგადი, აი შენ როგორ აღიქვავ იმ მოცემულობას, იმ დღევანდელობას უკვე 2026 წლიდან, თან უკვე ამ წელიწადში უამრავი რამ მოხდა. ჩვენ ხედავთ რომ ირანში კი რეზისია, ანუ ემუქრება ამერიკა, ვენესუელის საკითხიც ნახეთ რა მოხდა და მთელი რიგი სხვადასხვა მიმართულებები იქნება ეს ისრაელი, გრენლანდია თუ სხვა. აი შენ როგორ შეგრძნება, აი შენ როგორ ხედავ ჩვენ რა ისტორიულ დროში ვიმყოფებით ახლა 2026 წლის თებერვალში. მოგესალმებით პირველ რიგში. ეს არის ალბათ ყველაზე ისეთი გარდამავალი პერიოდი, როდესაც წესრიგი სერიოზულად შეიცვალა და რას თავარია, აი თუ რამეს შევადარებდი პერიოდს, როდესაც აი 30 წლიანი ომი იყო ევროპაში ესეთი, როდესაც კათოლიკები და პროტესტანტები კიდე აქ ბევრი სხვადასხვა კომბინაცია იყო იქ, ხშირ შემთხვევაში კათოლიკები ერთმანეთს ებრძოდნენ. მაგრამ ევროპული სახელმწიფოები ერთმანეთს ებრძოდნენ, საბოლოო ჯამში მაგ გამოიწვია პრაქტიკულად ეროვნული სახელმწიფოების პრიმატის საერთაშორისო არენაზე, ესე იგი წინ წამოწევა და ჩვენ მივიღეთ ამის შემდეგ უკვე ნაციონალური სახელმწიფოები ან ისეთი რაღაც ერთეულები, რომლებიც წააგავდნენ ნაციონალურ სახელმწიფოებს. აქამდე ესე არ იყო. და ანუ ფეოდალური სამყარო გარკვეულწილად რაღაცნაირად დასრულდა ამით და რომელიც უკვე პრაქტიკულად დასრულებული იყო იქამდეც. უკვე ნიშნები ქონდა, მაგრამ რეალურად გაფრთხილდა საერთაშორისო ურთიერთობაში ფეოდალური სამყაროს დასასრული. აი ესევე ლიბერალური სამყაროს დასასრული ფორმდება, თუმცა ლიბერალური სამყაროს კრიზისი არ დაწყებულა ამ ომით, ეს იყო მისი ლოგიკური საერთაშორისო დასასრული და ჩვენ ხედავთ რას? ჩვენ ხედავთ სამყაროს, რომელიც უფრო მეტად ფრაგმენტირებულია და რომელიც უფრო მეტად არის ორიენტირებული არა რაღაც საერთაშორისო შეთანხმებებზე, არამედ ძალთა ბალანსი. ეს ძალთა ბალანსი აი 30 წლიანი ომი რატომ ახსენე? 30 წლიანი ომში პრაქტიკულად გამარჯვება მეტნაკლებად არც ერთ მხარემ არ მოიპოვა. კი, შეიძლება ზოგმა უფრო მეტი ტერიტორია შერჩა ვიდრე მეორეს, მაგრამ იქ რუსეთი რაღაცა ჰქონდა თავისიც და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არ იყო პირველი სოფლიო ომის ან მეორე სოფლიო ომის მსგავსი გამარჯვება. ჩვენ ომებს ესე უყურებდით. მე-20 საუკუნეში შეგვაჩვია ომების ისტორია, შეგვაჩვია რომ ან ერთი კოალიცია იგებს, ერთი ძალა იგებს, ან მეორე ძალა იგებს. ეხლა უცბად აღმოჩნდით ისეთ რეალობაში, რომ საერთოდ არა ვალდებული ისტორია ეს გამოცდილება გაიმეოროს და შეიძლება აბსოლუტურად ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ შეხურშია იმ გაგებით, რომ არც ერთ ძალას არ აქვს იმის სრული რესურსი, რომ მეორე სრული კაპიტულაცია მოახდინოს. არა, რაც თავარია, აი პატარაზე ჩაგერთვები, ჩვენ მივეჩვიეთ ომებს და სადაც თავარი იყო მithumetesi ჩვენ თავობაში, იმიტომ რომ ცოცხალი მეხსიერება არსებობს, ხო დღემდე არსებობენ ადამიანები, ვინც მოესწრო მეორე მსოფლიო ომს, როდესაც ანუ ერთი ძალა, ერთი კოალიცია მთლიანად იმარჯვებს მეორეზე და ახდენს როგორც მისი პრაქტიკულად ხელმძღვანელობის ლიკვიდაციას, გასამართლებას ესეთი ძალიან ფართო გაგების, პრაქტიკულად ახალი კანონმდებლობის შემუშავებას და ფართო გაგების ჰუმანიტარული მიდგომებით და პრაქტიკულად ოკუპაციას, ხო, მთელი ამ ქვეყნის. ესეთი არ იყო ევროპული ომები, ნიშნავს სახელმწიფოებს შორის, უბრალოდ რაღაცა სახელმწიფოები არ იცვლიდა თავის ფორმას, დიდწილად, შეიძლება რაღაც პატარა ტერიტორიული დათმობები მოგვტარიყო, მაგრამ ის რჩებოდა რაღაც კონკრეტული ანგარიში, ხო, რაღაცა იწერებოდა ანგარიში, როგორც უხეშ შედარება, მაგრამ სპორტს ბევრად გავს, ხო, მატჩი დამთავრდა, რაღაც ანგარიში დაფიქსირდა. სახელმწიფოები არ ქრებიან და ჩვენ ნახეთ რომ ქრებიან. ერაყის შეჭრა კუვეითში სადამ ჰუსეინს საბოლოო ჯამში დაუჯდა ცოტა გვიან, მაგრამ ეს ძალაუფლება, ხო, ის გამოვიდა მკვეთრად ნეგატიურ ფერში. ჩვენ ესეთ ვითარებას დიდწილად ხედავთ. ან ხედავთ გაჩერებულ ომებს, გაყოფილი კორეა თუ რაღაც დამარცხებული ორი დიდი სახელმწიფო ვიეტნამში თუ ავღანეთში. მაგრამ ჩვენ მივეჩვიეთ აი ამას, რომ ერთი მხარე არის არა მარტო გამარჯვებული, არამედ ის არის მართალი. აი რაც არის ძალიან საკამათო თემა ძველი პერიოდისთვის. ანუ არა მარტო ძველის, არამედ პირველი სოფლიო ომის ლოგიკისთვისაც გაუგებარია იქ, იმიტომ რომ პირველი სოფლიო ომის ლოგიკა პირველი სოფლიო ომი არ გაასამართლა.
კაიზერის გერმანია არ გამასამართლებს უბრალოდ დამარცხდა კაპიტულაციაზე გამო. ხო, ამ გაგებით პირველი მსოფლიო ომი არის მე-19 საუკუნე ჩათვალე. კი, არის ხოლმე რომ ამ ომით ყოფენ ხოლმე მე-19 და მე-20 საუკუნეს, მაგრამ პრაქტიკულად, ანუ სრულად მე-20 საუკუნეში მეორე მსოფლიო ომმა მთლიანად ის კონტექსტი დაამთავრა, რაც იქნებოდა ის წესრიგი. სხვადასხვა ძალიან ისეთი პრობლემური საკითხი იყო იმის მიუხედავად, რომ რა თქმა უნდა არანაირად არ უჭირა არც ნაციზმს, არც ფაშისტს არ ხარს და მგონია რომ მისი გასამართლება სწორი იყო, მაგრამ თვითონ გასამართლების ლოგიკაც მე გადავიდა უფრო პრაქტიკულად ყველანაირი ალტერნატივა ლიბერალიზმის გარდა მე აიგრძალა საბოლოო ჯარი. ხო, ანუ ფაქტობრივად საბჭოთა, იმიტომ რომ ცივ ომში იყვნენ მხარეები, საბჭოთა მხარე და დასავლური მხარე და სამყარო ცხოვრობდა აი ამ ნიურნბერგის კონტექსტში, მოდი ესე ვთქვათ, აი შეიქმნა ერთგვარი მოკლედ პოცდამის კონფერენციაზე იქნებოდა თუ იალტის კონფერენციაზე გაფორმდა ახალი წესრიგი და ნიურნბერგის პროცესის შედეგი იყო ერთგვარი ის მორალური სამსჯავროც პოლიტიკურთან ერთად, ხო? და ამ კონტექსტში ვინაიდან ცხოვრობდა ერქვა რომ ჩვენ ცხოვრობთ ცივი ომის პირობებში და ცივი ომი დამთავრდა იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა, საბჭოთა კავშირი თავისი დაშლით და განადგურებით არ მარტო დამარცხდა, მასზე გარკვეულწილად გადმოვიდა ეს მორალური სამსჯავროც, რომ ეს იყო და მე ჩვენ ვიცით ხა აწლეულების განმავლობაში ამოიწია ვინ არის უცოდველი, ამოიწია უამრავი მასალა, მაგრამ მოხდა აი ამ მასალების ინსტრუმენტალიზაცია და საბჭოთა კავშირის განკიცხვა, რომ ეს იყო ბოროტების იმპერია, ეს იყო საშინელება და პრაქტიკულად მისი სამართალმემკვიდრე რუსეთი ძალიან მალე შეიფუთა აი ამ შლეიფში. ეს ქმნიდა თვითონ პრობლემას დემოკრატიის კრიზისი აქედან დაიწყო, მე თუ მკითხავთ, იმიტომ რომ არჩევნის საშუალებას არ გვიტოვებდნენ. და აღმოჩნდა, რომ საზოგადოებები არსებობს სამყაროში, რომლებისთვის უცხოარი ლიბერალური როგორც პოლიტიკური, ისე კულტურული რაღაცა იდენტობები. უცხოარი ეს. და მიუღებელიცაა. უცხო და მიუღებელი ეს. და აღმოჩნდა, რომ სადღაც უმრავლესობა არ ირჩევს ლიბერალ მმართველებს. ეს ბევრ აღმოსავლურ სახელმწიფოში და არა მარტო აღმოსავლურ სახელმწიფოში, ეს გაჩნდა. მე უცბად გაჩნდა, თულა რაღაცა ბოლო 15-20 წლის განმავლობაში თვითონ ევროკავშირი ევროპის შიგნით, ხო? ეს ორბანი იქნება თურქეთშიც, ერდოღანი, რომლებიც სხვადასხვა თავდაპირველად უფრო ლიბერალური მოტივებით მოვიდნენ სათავეში. მაგრამ უცბად გარდაიქმნენ ანტილიბერალებად, ხო? ანუ თვითონ ევროპის წიაღშიც გაჩნდა ის ძალები და შეიქმნა ის ძალები, რომლებიც სხვა პოლიტიკურ იდენტობაზე აკეთებდნენ აქცენტს. მაგრამ ამას მე ადვილად დაერქვა სახელი, რომ იცი რა არის, ეს არის უბრალოდ ავტორიტარიზმის მიდრეკილება, ეს არის ხალხი, რომელიც მოვიდა, ძალაუფლება ხელში ჩაიგდო და ეხლა აღარ უნდა წასვლა. დასავლური გადმოსახედიდან ამას მიეცა აი მსგავსი შეფასება, განსაზღვრება და შემდეგ გააგრძელეს ცხოვრება ამგვარი ხედვით. იცი რა არის, თვითონ ეს სისტემა არ გიტოვებდა შენ იმის საშუალებას, რომ არალიბერალური სისტემის არსებობა რაღაცნაირად გაამართლო. იმიტომ რომ ყველანაირი არალიბერალური სისტემა ლიბერალური ენით არის ან ავტორიტარიზმი, ან არადემოკრატიული, ან რაღაცა ძველი რაღაც პერიოდის გადმონაშთი. ანუ არ არსებობს ლეგიტიმაცია არ აქვს. შენ თუ ჩემ ენაზე არ ლაპარაკობ, ჩემ მეტაენაზე, ლიბერალურ მეტაენაზე და ამ კულტურულ ენა ხომ არ არის ცალკე, ეს არის იდენტობის ნაწილი. ამ იდენტობის ნაწილი თუ არა ხარ, პოლიტიკური იდენტობის ნაწილი თუ არა ხარ, შენ ხარ უცხო უნდა გაგრიყო. არა, ამიტომაც გამოცხადა, რომ დადგა ისტორიის დასასრული. ანუ ისტორია მიაღწია თავის ფინალურ წერტილს, როდესაც შეიქმნა მმართველობის ფორმა, რომელიც ყველაფერს აღემატება, თავის თავში ყველაფერს მოიცავს და განაპირობებს სრულ ბედნიერებას და ამიტომაც ბუნებრივია სრულად გეთანხმები, რომ ყველაფერი რაც ამაში არ ჯდება, ან ჩამორჩენილია, ან არქაულია, ან საერთოდ პარალელურად არის აწყობილი სხვა სისტემაზე. და ეს ქმნიდა მნიშვნელოვან პრობლემას განსაკუთრებით ცივი ომის შემდეგ, იმიტომ რომ აი როგორ უნდა ის გააკეთო ცივი ომი აძლევდა ლიბერალებს იმის საშუალებას, რომ ყოფილიყო მკვეთრი რაღაც საზღვარი ჩვენსა და ტერს შორის. აი ეს ტერის გაქრობამ ლიბერალიზმი კრიზისში ჩააგდო, იმიტომ რომ ლიბერალიზმი ყოველთვის არსებობდა რაღაცას მონარქიასთან, მერე რაღაცა ფაშიზმთან, მერე რაღაც საბჭოთა სისტემასთან, სხვა სისტემებთან კონკურენციის პირობებში. ის არ არსებობდა თავისთავად. ის არსებობდა ამ სისტემებზე გამოწვევით. უცბად აღმოჩნდა, რომ ის დარჩა ერთადერთი ძალა. და დაიწყო ის, რაც არ უნდა დაეწყო სიამდვილეში, დაიწყო მტრების გამოგონება. ეს მტრების გამოგონება მერე აღმოჩნდა, რომ აი ძალიან ისეთი დონეზე მისთვის ესე ეგონა რომ უსაფრთხო დონე იყო ეს
კულტურული ომები, მათ შორის სექსუალური საკითხებიც რა, მაგრამ შექმნა თავისუფლების მტრები, ახალი მტრები თავისუფლების, რომლებიც სინამდვილეში არ იყვნენ თავისუფლების მტრები, მაგრამ გამოიწვია ის, რომ საკუთარი რიგებიდან დაიწყო ადამიანების გაყრა. აი საკუთარი რიგებიდან ადამიანების გაყრა რო დაიწყო, როდესაც ყოფილი ლიბერალი, რომელიცაც მნიშვნელოვანია ის ფუნდამენტური ღირებულებები, რასაც პირველი ლიბერალები საუბრობდნენ, ხო, სიტყვის თავისუფლება იქნებოდა რელიგიის თუ სხვადასხვა თავისუფლებები, აღმოჩნდა მტრები ლიბერალიზმის. და სწორედ ამიტომ არის, რომ ძირითადად აი ეხლაც საქართველოში ხო, ორივე მხარე ილია ჭავჭავაძის გამო იბრძვის პირობითად, ხო? ანუ რა გამოდის, რომ თუ ილია ჭავჭავაძეს კენხარ, მეტნაკლებად ლიბერალური ხედვები გააქვს. მაგრამ თანამედროვე ლიბერალიზმის კონტექსტში შენ უკვე მტერი ხარ, იმიტომ რომ შენ იმ ახალ ლიბერალურ ტრენდებს და იდენტობებს ვეღარ ერგებ. შენ ხა დასაწყისში 30 წლიანი ომი ახსენე მთავარი მოქმედი გმირებით კათოლიკეებით და პროტესტანტებით და ორივე მათგანი ქრისტესთვის იბრძოდა საბოლოო ჯამში, მაგრამ ანუ შესაძლებელია ეს რომ რაღაც მომენტში დგება ეს უკვე რელიგიური ნიშნით ომი, სადაც საწყისი ერთია, მაგრამ შიდაგან ხეთქილება შობს დაპირისპირებას. საბოლოო ჯამში ხო ეგ არის ერთი სისტემიდან შექმნილი, მაგრამ თავარი მე ისეთ თქმა მინდა რომ სურვილი მონოპოლია ჭეშმარიტებას. ისედაც ჰქონდათ. ანუ მე ცივი ომის შემდეგ, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ისედაც ჰქონდათ უპირატესობა. რაში ჭირდებოდათ ამის გაღრმავება? იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მე ესეთი ისა მაქვს, დამოკიდებულება მაქვს, რომ გარკვეულწილად ეს ნეოლიბერალურმა რეფორმებმა, რომელიც 80-იან წლებში დაიწყო შეერთებულ შტატებში, გამოიწვია საზოგადოების გარკვეულწილად სერიოზული უთანასწორობა გამოიწვია. ესეთი უთანასწორობა ზოგადად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უთანასწორობა მცირდება. უთანასწორობა დასავლეთში მცირდება, სერიოზულად მცირდება. ევროპული მოდელიც ეს იყო. დღემდე ევროპა შეიძლება იმის მიუხედავად, თავის მთელი პრობლემების მიუხედავად, ჩინეთზე უფრო თანასწორი საზოგადოება, ევროპული საზოგადოება და სხვებზე თანასწორი საზოგადოება. ეგ ვიღაცა შეიძლება მოწონდეს, ვიღაცა შეიძლება არ მოწონდეს, მაგრამ შეერთებულ შტატებში, სადაც ეს ვოლქიზმი გაჩნდა საბოლოო ჯამში, მე დაავადდა ევროპის სახელმწიფოებით. ეს გაჩნდა რაზე? ეს გაჩნდა იმაზე, ალბათ გახსოვს შენც, რომ 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ დაიწყო მასობრივი გამოსვლები უოლ-სტრიტის წინააღმდეგ, ჩვენ ვართ 99% და რაღაცა და აღმოჩნდა, რომ ფინანსურ ელიტებს დაუპირისპირდა მნიშვნელოვანი ორგანიზებული ძალა. ნუ მას არ ქონდა პოლიტიკური გაფორმება ამას. კი, ვიღაცა პოლიტიკოსები მიდიოდნენ, ვიღაცა ინტელექტუალები მიდიოდნენ, მაგრამ პოლიტიკური გაფორმება არ ქონდა. ამის შემდეგ იწყება ვოლქიზმის კულტურა. ვოლქიზმის კულტურა იყო სწორედ ის, რომ ეს შენი მოწინააღმდეგეები ამ მასის სახით რა ერთმანეთის წინააღმდეგ მიგემართ. და ძალიან მარტივია ეხლა რომ ეს კი ავიღოთ ესა დიდი მასა. ამ დიდ მასაში არიან შავკანიანებიც, თეთრკანიანებიც, ქალებიც, კაცებიც, რა ვიცი, ჰეტეროებიც, გეებიც. რა უნდა გავაკეთოთ, უნდა დავშოროთ და ერთმანეთს დავუპირისპიროთ. ეს იყო ჩემი აზრით ძალიან კარგად დაგეგმილი სტრატეგია იმისთვის, რომ ეს სოციალური, რეალური საკითხები, რომელიც უოლ-სტრიტიდან დაიწყო და რომელიც კი არ იყო ეს რევოლუციური, მაგრამ შეაშინა მაინც ფინანსური ელიტები, ყველა კომპანიაში დაიწყო ესეთი სტრატეგია. ჩვენ ნახეთ BLM და ნუ რა თქმა უნდა საბაბი ყოველთვის არსებობს, ჩვენ ნახეთ ჯორჯ ფლოიდის კვლელობა და ამას მოყოლებული ფლოიდის მერია. ხო, მაგრამ ყოველთვის გაჩნდება თუ ყოველ შემთხვევაში შეინძახე ერთგვარი პროგრამა დაპირისპირების ჩაეშვა, ის უკვე აგროვებს იმ საბაბებს, მე იმის თქმა მინდა, რომ პოლიტიკურად სამდე გაფორმდებოდა. თავიდან დაიწყო ეს ფილმებში, კულტურაში, რეკლამებში, X როდესაც ქალების კოტირება გაჩნდა, მერე როდესაც შავკანიანების კოტირება და მერე როდესაც გეების კოტირება და მერე როდესაც მუდმივად ახალი იდენტობა იქნებოდა, რომელიც კონფლიქტური იყო. ანუ არ იყო ამ იდენტობას შეთანხმება. არანაირი შეთანხმება არ იყო. ახალი იდენტობა ჩნდებოდა ჰაერიდან თან. და ეს ქმნიდა ამ მასებმა დაიწყო ერთმანეთთან ბრძოლა. იმის მაგივრად რომ ამ კომპანიების წინააღმდეგ ებრძოლათ. ამის შემდეგ ხდება ის რომ მათ ეგონათ რომ ჩვენ ვაკონტროლოთ, ჩვენ ვართ ესე იგი გიგანტები, ჩვენ ვართ ფინანსური გიგანტები, კორპორატიები, ეგრეთ ვთქვათ, ვაკონტროლებთ ყველაფერს, მედიას ვაკონტროლებთ და ჩვენ რა მიმართულებითაც გვინდა იმ მიმართულებით ვისვრით. მაგრამ სოციალური მედიის გაჩენამ გამოჩნდა რომ სხვა ჯგუფები გააჩინა და გააძლიერა. შემთხვევით ხომ არ არის რომ ტრამპი მერე დაბლოკეს სოციალურ მედიასთან. იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ ხელიდან გაექცათ ის
ინსტრუმენტები, რაც მათ ეგონათ, რომ და გაიქცათ, რომ იქნება ესეც სწორედ ამის ნაწილი იყო, რომ თუ კი შენ ნახე, ჩვენ თვითონაც პოპულარული სიტყვა პოლარიზაცია. და დიდი ხნის წინ უკვე აღმოაჩინეს ეს პირველ ეტაპზე არ იყო ცნობილი, ყველაფერი მოდიოდა სიკეთის შლეიფით, რომ სოციალური ქსელია, არაჩვეულებრივი გამოგონება, როგორ აახლოვებს ადამიანებს, როგორ ქმნის სადისკუსიო პლატფორმას, ასთაგასვლა გამოცვლას, სისწრაფე ურთიერთობაში და რაღაც მომენტში, იმიტომ რომ აი ეს ბევრი ჯგუფის რეპრეზენტაცია შესაძლებელი იქნა და დაპირისპირება ნახეს, უცებ პირველად ვიღაცამ ამოხსნა ალგორითმი, იცით რა არის, ამ სოციალურ ქსელს უფეხებზე კიდია თქვენ რას ფიქრობთ და რატო არ ბლოკავს, იმიტომ რომ ის აგენერირებს ენერგიას, რომელიც კონვერტირდება შემოსავალში, სწორედ აი ამ ეგრეთ წოდებული engagement-ი თქვენი ჩართულობით. იმისთვის რომ ჩართულობა იყოს მაღალი, რაც უფრო კონტროვერსიული და კონფლიქტურია თემა, მით უკეთესი და ჩვენ მივიღეთ ეს პოლარიზაციის აი სწორედ ეს მოდელი. თურმე აღმოჩნდა რომ არსებობს კიდევ უფრო დიდი მოდელი, რომელიც არსებობისთვისაც საჭიროა იყოს პოლარიზაცია, იყოს დაპირისპირებული მხარეები. თუ კი 30 წლიანი ომის დროს, ანუ თითოეული მხარისთვის იყო მნიშვნელოვანი, რომ მეორე მხარე დაემარცხებინა, გაენადგურებინა. ფაშისტებისთვის კი მნიშვნელოვანი იყო, რომ ებრაელები გაენადგურებინათ. ხო, ანუ ერთი მხარე ცდილობს რაღაცა ტიპის გამარჯვებაზე, მოუგოს მეორე მხარებს და უცებ ჩვენ მივიღეთ 21 საუკუნეში მოდელი, როცა არსებობს კიდევ უფრო დიდი უხილავი ძალა, რომელიც საკუთრივ აი პროტესტს აკონტროლებს. ანუ მისთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება დიდხანს ორმა ძალამ იბრძოლოს. აი მარტივად რომ აუხსნათ მსმენელს, ეს არის რომ ჩვენ ხედავთ, რომ უბრალოდ ახლა რუსეთმა თავის სუვერენულად, ცალსახად დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება და დაესხა უკრაინას თავს. უკრაინა იცავს თავს, მოიგერია თავდასხმა, შემდეგ გააგრძელა ომი, იმიტომ რომ უნდა რომ გაანთავისუფლოს თავის ქვეყანა. მაგრამ რომ დაუშვათ, რომ არსებობს ძალა, რომლის ინტერესშიც არის, რომ აი ამ ორმა ქვეყანამ რაც შეიძლება დიდხანს იომოს ერთმანეთთან. ეს ხო სავსებით შეძლებელია და ამის კონტურები ჩანს კიდევაც. ერთ დღეს აღმოჩნდა, რომ ეს პოლარიზაცია ის იმისთვის კი არ არის, რომ ერთმა მეორეს მოუგოს. არა, ერთმა მეორეს უნდა ებრძოლოს, რაც შეიძლება ხანგრძლივად. აი ეს დაფარული თემა გამოჩნდა და რომ გამოვეხმაურო კიდე იმ მომენტში, რაც თქვი რა ეს ლიბერალიზმის კრიზისთან დაკავშირებით და რომ მარტო დარჩა. ეს ხო არ არის ლიბერალიზმი, როგორც რაღაც საფრთხეულობა და ღირებულებათა ერთობლიობა და კოდექსი. იქ კიდე მას მოყვება ბევრი მთავარი სხვა მდგენელი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეს არის კაპიტალიზმი, როგორც ეკონომიკური მოწყობის მოდელი. როდესაც დაინგრა, დამარცხდა ერთი მხარე ციომში, რომელსაც სრულად განსხვავებული ეკონომიკური მოდელი ჰქონდა, ბუნებრივად გამარჯვებულის მოდელი გავრცელდა მთელ მსოფლიოზე და ნუ ხა რა უნდა იქნა დამარცხებულ დანგრეულ მეორე მხარეს, ხო, შეუერთდა ამ მხარეს. და აღმოჩნდა, რომ ეს კაპიტალიზმი, ეს ლიბერალიზმიც, რომელიც გამოცხადებული იყო თავისთავად სიკეთეთ და ისტორიის დასასრულად, ხო? თურმე ეს არის კარგი ინსტრუმენტი და ფარი იმისათვის, რომ რაც უფრო მეტად გავრცელდება ლიბერალური მოდელი, მის უკან ეს გიგანტური კორპორაციები თუ კაპიტალი უფრო უკეთეს პირობებში აგრძელებს ცხოვრებას. აღმოჩნდა, რომ რაღაც სრულიად სხვა ინტერესები დგას იქ. ეს არის არა დემოკრატიის გავრცელება, ალბათ ექსპანსია იმ წესრიგის, რომელსაც შემოაქვს მეტი მოგება, ითვისებს ახალ ბაზრებს, ნედლეულის ახალ წყაროებს და ეს პრაქტიკულად დაემსგავსა კოლონიალიზმის მსგავსად რაღაც ახალ ნეოკოლონიალურ მან არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რაც პრინციპში მონათლობელობას მოუვიდა, ხო? მონათლობელობა რომი რატომ იყო ეს წარმატებული, იმიტომ იყო რომ ის იზრდებოდა. იზრდებოდა, იაფი მუშახელი შემოდიოდა, მაგრამ სადღაც უკვე აღმოსავლეთში მას აღარ შეეძლო გაზრდა, იმიტომ რომ იქ ჩამოყალიბდა ჯერ პარტია და მეორე უკვე სასანიანთა ირანი. და იქ იყო მეორე იყო გერმანიელები, ხო? გერმანელები რომ ტევტობონის ბრძოლაში როდესაც დაამარცხეს რომაელები, ნუ იქ ვეღარ გავიდნენ უკვე გერმანელებთან და მოხდა ეს რომ აღარ იზრდებოდა მონათა ბაზარი იაფი მონების სახით და შემდეგ ამ რამაც გამოიწვია ეკონომიკური კრიზისი. მე მინდა შეგახსენოთ, რომ თვითონ 80-იან წლებში კაპიტალიზმის კრიზისი დაწყებული იყო. ფინანსური კრიზისი სერიოზული იყო. დონ ჯონსის ინდექსი რო დავარდა 30% დაკარგა ავსტრალიამ, სადღაც 17% კანადამ, თავის ეკონომიკის, ამერიკამ მას სერიოზული დარტყმები მიიღო, მაგრამ მოხდა ის, რომ საბჭოთა კავშირი დაინგრა და მთელი ამხელა ბაზარი აითვისეს. ეხლა პრობლემა იყო ის, რომ ბაზარი სოფლიო უკვე არის გლობალური. აი ამ შემთხვევაში სადაც წახვიდე რა ითი უნდა აითვისო ეს
აღარ არსებობდა. ანუ საბჭოთა კავშირის ათვისება გავდა, აი როდესაც ახალი მიწები აღმოაჩინეს ამერიკაში და იქ ის დამატებითი წყარო გაჩნდა, ხო, ინექციების ევროპაში. ეხლა აღარ არსებობს. ძალიან გავდა მაგას. ეხლა აღარ არსებობს ესეთი წყარო. აღარ არსებობს ათვისებული. და ეხლა უკვე სხვა პრინციპები მუშაობს. აღმოჩნდა რომ ის ძველი კორპორატიული რაღაცა სისტემა, ხო, რომელიც უზრუნველყოფდა კაპიტალის გაზრდას, ანუ როგორ იყო ეს კოლონიალიზმი, რა ასნიშნავს, ხო ეს ხო არ იყო მარტო ადამიანების ჩასახლება, ეს იყო პირველ რიგში ის რომ შენ სხვის ბაზარში შედიოდის და მის ინტეგრაციას ახდენდი გლობალურ ბაზარში. ხო, აფორმატებდი საშენ. აფორმატოს საშენ. ეხლა აღმოჩნდა რომ ეს თვითონ ეს გლობალური სისტემა მუშაობდა თვითონ შეერთებულ შტატების საწინააღმდეგოდ. და ამიტომაც დაიწყო შეერთებულმა შტატებმა მის ენგრევა. ავიღოთ ორი მაგალითი. პირველი ომამდე ევროპის ეკონომიკური ზრდა და ამერიკის ზრდა პრაქტიკულად კვლევები იყო რომ ესე რომ გაეგრძელებინა ევროპას და ის გაუსწრებდა შეერთებულ შტატებს და მეორე ჩინეთის მაგალითი, ხო? აღმოჩნდა რომ ამ გლობალურ სამყაროში, გლობალურ კაპიტალისტურ სამყაროში დომინანტი, ჰეგემონი კარგავს საკუთარ ჰეგემონიას ძალიან ბევრ რაღაცაში. ამიტომ პირველი უნდა მომხდარიყო რომ იქიდან უნდა გამოვიდე, რაც დროში მე ისედაც დავმარცხდებოდი. არის ეს საუბარი ხო რომ 34 წლამდე თუ ამერიკელებმა ვერ მოახდინეს ჩინელების შეჩერება, მე უკვე აზრი აღარ აქვს დაკარგული. უკან მობრუნების წერტილი გადაილახება. ანუ 34 წლამდე აქვს ეს დრო. და არსებობს კიდე ერთი მე ამ ომს უყურებ შემდეგნაირად, ერთ-ერთ მიზეზს და არა ერთადერთს. რომ ევროპის ეკონომიკა, როგორც ეს ერთიანი რაღაც სისტემა, მოკლედ მოხდეს მისი ახალი მესამე სამყაროს შექმნა ევროპის სახით და ეს გახდეს ამერიკული პროდუქციის და ამერიკული ესე იგი გავლენების ბაზარი, ესე ვთქვათ. გადაიქცეს და ამაში ყველაზე კარგი როლი აქვს სწორედ უკრაინის კონფლიქტს. უკრაინის კონფლიქტმა მოწყვიტა ევროპა, რომელთაც საერთოდ მნიშვნელოვანი ევრაზიის კონტინენტი. მოწყვიტა რუსულ ნავთობს, რუსულ გაზს, იქ ხორბალი არის, იქ მდიდარი რესურსები არის. ამის გარდა ევროპა კარგავს საკუთარ გავლენას აფრიკაში. და აღმოჩნდა რომ თვითონ ევროპის კონტინენტი იმის მიუხედავად რომ ძალიან მდიდარია ინტელექტუალური, კულტურული რესურსებით. ძალიან ღარიბია ბუნებრივი რესურსებით, ისეთი ბუნებრივი რესურსებით, რომელიც სამხედრო ინდუსტრიისთვის და ჰეგემონიისთვისაა საჭირო. აი ნავთობი, გაზი ავიღოთ, ხო? ნორვეგიული გაზი არ ყოფნის. ხო, ნუ ეხლა ყველაფერი არსებობს, მაგრამ არა იმ რაოდენობით, რაც ჭირდება, რომ ევროპა იყოს დიდი ინდუსტრიული ერთეულება. ტერიტორია არაა დიდი სიამდვილეში. ეხლადელი სახელმწიფოები უკვე აღარ არის, გერმანია აღარ არის დიდი. ეს დღევანდელი სახელმწიფოები თუ ჩვენ ვაკვირდებით რა მიმართულებითაც მივდიან, მეტნაკლები სრული ავტარქია არავის არ აქვს, მაგრამ მეტნაკლები ავტარქიულობისკენ მიდიან. და ამის რესურსი რა თქმა უნდა რუსეთს აქვს. რუსეთს თავის გეოგრაფიული არეალიდან გამომდინარე. ამის რესურსი ნაწილობრივ აქვს ჩინეთს. ჩინეთს მან სჭირდება გარედან ეს ნავთობის შემოტანა და ხორბლის შემოტანა და ასე შემდეგ. ამის რესურსი აქვს შეერთებულ შტატებს. შეერთებულ შტატებმა რომ უბრალოდ საზღვარი ჩაკეტოს, თვითონ ეყოფა ის რესურსი, რაც მასთან არის. აი სულ რომ დაიკიდოს, ესე ვთქვათ, მართლა ეს გლობალურ ჰეგემონია და ჩაიკეტოს. ან როგორც მაქსიმუმ შეუძლია ჩაიკეტოს თავის ნახევარსფეროზე და საერთოდ ყველაფერი. ანუ მას აქვს იმაზე დიდი რესურსი, ვიდრე სხვა დანარჩენებს ამ ხრივ. მას აქვს საკმაოდ დიდი მიწა, აქვს მზარდი მოსახლეობა ყავს, მზარდი. თან არა მარტო ემიგრანტებით, არამედ შობადობას ნორმალურია. ჩინეთის განსხვავებით სხვათა შორის ჩინეთში მოსახლეობა დიდია, მაგრამ დაბერება არის უკვე და ერთი შვილის პოლიტიკამ სერიოზული დაღი დაასვა. და არსებობს კვლევები, რომ 20-25 წლის შემდეგ ერთ ახალგაზრდაზე 4 მოხუცი მოდის. აი ესეთი კვლევები არსებობს. ეს პრობლემაა, რა თქმა უნდა. და არათანატოლი, მაგრამ ინდოეთიც გამოჩნდა, არათანატოლი ძალა ამ ის ჩამოთვალა, მაგრამ ინდოეთის დამოუკიდებელი ძალა აღმოჩნდა და აღმოაჩინა ჩვენ მდგომარეობაში, როდესაც რომელიღაცა ეს უნდა შეეწიროს. ჩემი აზრით ამერიკის ლოგიკა შემდეგია. ამერიკის ლოგიკა არის ისეთი, რომ უკრაინის ომით მხოლოდ ამ ეტაპზე შეერთებულ შტატები იგებს ევროპაში
ინდუსტრიები გადის ევროპიდან, სად გადის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ანუ ის ინდუსტრიების დაბრუნების ლოგიკა. თუმცა აქ კიდე სხვა ელემენტები ერთვება, მაგალითად რობოტექნიკა და ასე შემდეგ, რომელიც და რასთავარია დამავიწყდა მე თქვა, ახალ ტექნოლოგიურ ერაში გადავდივართ. და ეს ომი იქნება სწორედ ის პერიოდი, როდესაც ერთი ტექნოლოგიური ერიდან ჩვენ გადავალთ ახალ ტექნოლოგიურ ერაში. ეს ახალ ტექნოლოგიური ერა ძალიან განსხვავებული იქნება, მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება იმისგან, რაც იყო აქამდე, ხო? ეხლა მოდი შევადაროთ. იყო რამოდენიმე ინდუსტრიული, ხო, ну სადაც 5 მაინც ჩემი. 5 იყო, ხო. იყო, საბჭოთა კავშირი ემთხვევა, საბჭოთა კავშირის გაჩენა, ემთხვევა იმ ინდუსტრიული პერიოდს, როდესაც გაჩნდა რადიო, ელექტრიფიკაცია უკვე მასობრივი გახდა და ასე შემდეგ. ანუ საყოფო ცხოვრება და გამოყენებით ხდება ელექტროენერგიის, რადიოს სიხშირეების, შესაბამისად შიგაწვის ძრავის, ამ ყველაფრის დანერგვა რა. უკვე ახალი ტექნოლოგიით და ამითი მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის ჩამორჩება, ის ახდენს ტექნოლოგიების იმპორტს და 40-იან წლების ბოლოს 50-იან წლებში ის პრაქტიკულად ჩამორჩენა სამყაროს მიმართ არ აქვს. ხო, ისიც არის ატომური ბომბის ფლობელი, ისიც ახორციელებს კოსმოსურ პროგრამას, ასე ჩამორჩენა მერე, ამის შემდეგ როცა მესამე ტექნოლოგიური ფაზა მოდის. კიბერნეტიკისა და ესეთ პერიოდში, რომელიც ვერაფერ დაინერგა ინდუსტრიულ წარმოებაში, ხო, რობოტიზაცია ვერ მოხდა. ხო, კიბერნეტიკის პრობლემა ქონდა. აი ახლა უკვე ჩვენ უკვე ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიზაციის პერიოდში შევდივართ. ილონ მასკმა დაუშვი თქვა, რომ 20-30 წელიწადში მილიარდზე მეტი რობოტი იქნება დედამიწაზე. და თქვა, რომ ის რაც ახლა უპირატესი არის კიაფი მუშახელის სახით ინდოეთში, ჩინეთში, ეგ შეიძლება აღარ იყოს უპირატესობა აი ამ ახალ ტექნოლოგიურ ეპოქაში. ანუ მე მის თქვა მინდა, რომ რჩეთელი რიგი სახელმწიფოები ჯერ კიდევ რჩებიან ამ ძველ რაღაც მოდელებს. ძველ მოდელებზე რჩებიან. ევროკავშირის ახლა აქვს მნიშვნელოვანი პრობლემა. ევროკავშირის პრობლემა არის ის, მას არ აქვს არც სურვილი აქამდე არ ქონდა და არც ახლა არ აქვს იმის უნარი, რომ პირველი საკუთარი ძლიერი ხელოვნური ინტელექტი ქონდეს, კი იქ შვედური კომპანია რაღაცა თითქოს აკეთებს, მაგრამ მნიშვნელოვნად ჩამორჩება როგორც ამერიკულ, ისე ჩინურ მოდელებს, მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ევროკავშირის პრობლემა არის ის, რომ მათ კულტურული პრობლემები აქვს ელემენტარული მიგრაციის საკითხში და რასთავარია, იდენტობის პრობლემა აქვს თვითონ ევროკავშირს. ზოგადად, აი ავიღოთ და კიდე მნიშვნელოვანი უთანასწორობა, აი უთანასწორობა არა სოციალური, არამედ ქვეყნებს შორის. ზოგადად, როდესაც შენ ქმნი რაღაც ერთობას, აი მაგალითად საქართველოს შეიქმნა. საქართველო იყო დაყოფილი რამოდენიმე სამეფო სამთავროებად, საქართველო როდესაც იქმნება, ლოგიკა არის შემდეგი. როდესაც ერთი ქვეყანა ერთიანდება, შეიძლება რომელიღაც რეგიონი უფრო მდიდარი იყოს, ვიდრე რომელიღაც, მაგრამ ეს ნაწილდება. ევროკავშირის შემთხვევაში ესე არ მოხდა. ევროკავშირის შემთხვევაში მოხდა ის, რომ ცენტრმა ყველაფერი წაიღო. ეს ჩანს დემოგრაფიულ განვითარებაზე რეგიონების და ეს ჩანს მის ინდუსტრიულ განვითარებაზე. რომელია ცენტრი? გერმანია, საფრანგეთი, საბოლოოდ. ნუ გერმანია, რა თქმა უნდა. ეს გერმანია საბრიტანეთის ურთიერთობა ყველაზე კარგი და ან ბალკანური სახელმწიფოების ურთიერთობა, ხო? დემოგრაფიულად ცირდება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ერთადერთი პოლონეთი არის, რომელიც ინდუსტრია შეინარჩუნდა. აღმოჩნდა, რომ თანასწორად არ განვითარდა, თანაზომიერად არ განვითარდა ევროკავშირის ქვეყნები. არ განვითარებულა. აღმოჩნდა, რომ შეიქმნა ევროკავშირის შიგნით შიდა პერიფერია და ცენტრი. და ერთგვარი პროტექციონიზმი, რომელიც დარგობრივად ახალისებს გარკვეულ წარმოებებს, ერთიან წესებს აწესებს და ეს წარმოებები ტრადიციულად ეხლა თუ ხორბალი უნდა მოიყვანოს, არ ვიცი, რომელიღაც პოლონეთმა, მაშინ სხვა აღარ უნდა მოიყვანოს. და ეს ჩამორჩენილ ეკონომიკების განვითარებას ძალიან ხელს უშლიდა. ეს აძლევდა იმის საშუალებას საბრიტანეთს, რომ აი ჩვენც მაგის საშუალებას გვაძლევს. თავისუფლად წავიდეთ ევროპაში ვებუშავოთ. მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ აქ ჩვენ რაღაცა შევქმნათ რაღაცა მანქანების ქარხანა. პირობითად ვამბობ რა. მანქანების ინდუსტრია. არა და აქ რო დავასაკოთ კიდე რაღაცა აქედან გამომდინარე, აი საბრიტანეთს ქონდა. მაგრამ ის გეუბნება, რომ შენ უარს იტყვი რაღაც შესაძლებლობებზე, შენ პრაქტიკულად შენ სუვერენიტეტის ნაწილს თმობ, მაგრამ იღებ ბევრად უფრო მეტ კეთილდღეობას,
ვიდრე შენ ქონდა გუშინე. ჩვენ თუ დავაკვირდებით ინტეგრაციის პროცესს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მაგალითზე, ხო? ამას ხშირად იყენებენ არგუმენტად, კი, მაგრამ აი შევადაროთ ევროკავშირში გაწევრიანებამდე და ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, როგორია GDP, როგორი არის შემოსავლები, მაცხოვრებლების და ასე შემდეგ. გარკვეულწილად ეხა შენასაც ლაპარაკობ, რომ ევროპა, რომელიც გარკვეულად ეკონომიკურ საფუძვლებზე შეიქმნა, ჯერ ორი სახელმწიფოს კავშირით, შემდეგ 50-იანი წლებიდან უკვე მსგავსი პოლიტიკური ერთეული გაჩნდა, მაგრამ ეს მაინც შედგება ძალიან ისეთი მძიმე წარსულის მქონე სუვერენული სახელმწიფოებისგან, რომელთა მიერაც ესე ყველაფერ გლობალურ საკითხებზე შეთანხმება ესე ვერ ხდება, ხო? თითქოს კარგი იქნებოდა ლოგიკური გაევლო ის გზა, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ისიც შტატების ერთობა იყო და თავის კანონმდებლობა აქვს შტატებსაც, მაგრამ ჩვენ მივიღეთ ერთი ერი, ერთი სახელმწიფო, მეტ მეტი ინტეგრაცია ფედერალურ დონეზე და ევროპა როგორც ესეთი ერთეული არ არსებობს, იმიტომ რომ ეს მაინც სუვერენული სახელმწიფოების შტატებშიც ხდება ეგ რა თქმა უნდა არის ლუიზიანა რომელიც უფრო ღარიბული შტატია ვიდრე მაგალითად ტეხასი. არა, ეგ განსხვავება იქაც არის ეს განსხვავება. მაგრამ იქ სამაგიეროდ მაგრამ ერთ საარჩევნო ციკლში რომელიც სრული საარჩევნო ციკლი 4 წელს გულისხმობს მოსახლეობის მე-13 ანუ შიდა მიგრაციაა ძალიან მაღალი. მოსახლეობის მე-13 საცხოვრებელ ადგილს მან თავი განსხვავებელი არის ის რომ იდენტობები არ აქვს მაგ შტატებს. ანუ ნახე ამერიკაში შეგიძლია თქვა რომ რა თქმა უნდა შენ დასხობს რომელი შტატიდან ხარ. ისე როგორც ჩვენ ვასხოვებთ წარმოშობით ხარ კახეთიდან თუ გურიიდან, მაგრამ იქ არსებობს ნაციონალური ამერიკელი ხარ შენ. ამერიკელი ხარ. აქ ესე არ მგონია ხა კაც რო გითხრას პირველ რიგში რომ მე ვარ ევროპელი. ის გეტყვის რომ არ ან ბერძენი, ან ბელგიელი, ან პორტუგალიელი. აქ ნიშნულოვანი მომენტი არის ის რომ როდესაც შენ უყურებ ეს GDP და ესეთი გასაგებია, მაგრამ რატომ არ არის მაშინ რატომ არ იცახება ეს კეთილდღეობა? აი დემოგრაფიაში ელემენტარულ. რატომ არ იცახება იმაში რომ შენ რაღაცა კონდეს რაღაცა ესეთი განვითარების ცენტრები არა მარტო ცენტრში, არამედ პერიფერიებში. რატომ არ შეიძლება რომ საბერძნეთში იყოს მაგალითად გემჩენებლობა, რომელიც აქამდე იყო? რატომ არ შეიძლება? რატომ უნდა იყოს ეს მაინც და მაინც გერმანიაში, ხო? რატომ არ შეიძლება რომ ჩემი აქ ადგილზე ვაწარმოო, ესე იგი, მაღალი ტექნოლოგიები? რატომ უნდა ჩავიდე მაინც და მაინც მე ბერლინში, ხო? ხომ არის ეგ რაღაცა ისეთი შეკითხვები. იქნება პრობლემა ეს თვითონ იმ ქვეყნებშია, ზარმაც ბერძნებში როგორც იძახდნენ. ნუ ეხლა ეგეთ როგორია ეგ დაახლოებით აი ყველანაირი ჩამორჩენა მაგით აიხსნება. მაგრამ რატომ არის რომ როდესაც სისტემა იცვლება, ესენი აღმოჩნდებიან არაზარმაცები. თურქებზეც ამბობდნენ სხვადასხვა ზარმაცები არიანო. მაგრამ მე აღმოჩნდა რომ სხვა სისტემა მოვიდა, სხვა ადამიანები. და მე მგონი ხა გერმანიის ეკონომიკასაც თურქები ამუშავებენ. ხო, თურქები ამუშავებენ, სულ სხვანაირად არის რა. იმაზე ამბობდნენ რომ ჩინელები აი მაგალითად ვებერს უწერია ეს რომ აი ჩინელები იმიტომ არიან ეს არადისციპლინური რომ კონფუციონისტური რელიგია აქვს და ჩვენ პროტესტანტები ვართ და მაგით ვებერს უწერია მაგს ვებერს აღმოჩნდა გავიდა რა ვიცი ერთი საუკუნე და აღმოჩნდა რომ თურმე კონფუციონიზმი პლუსი ყოფილა და არა მინუსი ხო ანუ მე არ მჯერა თავისთავად აი ამ სიზარმასის მე მჯერა რომ ის რომ შენ აღმოჩნდები აი კაპიტალიზმის ლოგიკა ეგეთია კაპიტალიზმი ვერ ქმნის სხვანაირ ლოგიკას გარდა იმისა, რომ მან შექმნა ცენტრი და პერიფერია და ნახევარ პერიფერია. ჩვენ ამ შემთხვევაში გვაქვს ერთი პლუსის და მინუსის, ჩვენ ვართ ნახევარ პერიფერია. ჩვენ არა ვართ ის პერიფერია, რომელიც რაღაცა აფრიკული პერიფერია, აზიური პერიფერია, ჩვენ ვართ მაინც აი ნახევარ პერიფერიის როლი რა არის ვალენშტაინის მიხედვით ეს არის აი გამტარი იმ რესურსების რაც პერიფერიებიდან მოდის ცენტრამდე ეს არ არის ის რომ შენ აქ ადგილზე რაღაცა გამოგწოვონ სისხლი ხო ნუ შეიძლება გამოგწოვონ მაგრამ ისე არ გამოგწოვებ როგორც მაგალითად ნიგერიას მაგალითად ან რა ვიცი კიდე სხვადასხვა სახელმწიფოებს და შანსი აი რა საუბრობს ვალენშტაინი და ეს იმედი მაქვს ამის რომ ნახევარ პერიფერიისგან განსხვავებით ნახევარ პერიფერიას აქვს შანსი რომ გახდეს ცენტრი. ამის ყველაზე კაი მაგალითი არის პრუსია, რომელიც პრაქტიკულად განადგურებული იყო ნაპოლეონის შემდეგ, ხო? მაგრამ გეოპოლიტიკის გამო ის გადარჩა. და ვალენშტაინი საუბრობს ერთი რაღაც შემოაქვს, რასაც მარქსისტები უარყოფენ. გეოპოლიტიკის ლოგიკა შემოაქვს, ხო? მუჰამედ მირზა იყო იქ, მგონი, ეგვიპტეში, მან გაატარა ყველანაირი რეფორმა. ის გამختارიყო ცენტრალური სახელმწიფო მოდერნიზაცია დაიწყო ეგვიპტის. მაგრამ მოხდა ინტერვენცია
ბრიტანელების და ფრანგებს და წყალში ჩაეყარა ყველაფერი რაც მან დააპირა. ანუ შენ არა მარტო რეფორმებით ვერ გააკეთებ, გეოპოლიტიკას უნდა გიწყობდეს ხელს. ვაინშტაინი ამაზე საუბრობს. მარტო შენი რეფორმებით ამას ვერ მიაღწევ. გეოპოლიტიკას უნდა გიწყობდეს. ეხლა ჩვენზე რო დაბრუნდეთ. ჩვენ ეხლა გვიწყობს გეოპოლიტიკა ყველაზე მეტად მთელი ჩვენი 30 წლის განმავლობაში, იმიტომ რომ რაღაცნაირად არ ცალიათ ჩვენთვის. ისე არ ცალიათ, როგორც უნდა ეცალოთ. ხო, არც ერთ ხარეს. და ეს რას გვაძლევს, რა უპირატესობას, რა შეიძლება გამოვიყენოთ? ეს გვაძლევს მიტოვებულობა. ეს გვაძლევს ვიღაცებს ძალიან ძაბავს. არ ხობს ჩვენოთ იზოლირებული და რა რო ეკითხები, არა, ნუ ეს ხო ძალიან უშუალო მდგომარეობა. ნუ რა ვიყავით, რა პროექტი გასააზრებელია, რა პროექტი ვიყავით ჩვენ. ჩვენ ვიყავით საბჭოთა, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა დასავლეთის ხელში, რომელიც უნდა ყოფილიყო რუსეთის ზეწოლის საშუალება ეს ერთი. ალტერნატივა გეოპოლიტიკური თამაშის ნახევრად გამტარი როგორც ჩვენ, ხო, შემაკავებელი ანტირუსეთი არის. მაგრამ მაგ ხრივ აღარ წავიდეთ, ამას ჩვენ ნალაპარაკები გვაქვს, არამედ აი დღეს ჩვენ უარი ვთქვით ამ როლზე, ამ გაგებით, ანუ ეს ხარკი რაღაცნაირად მოიხსენით, აღარ აღმოჩნდა საკმარისი ზეწოლის რესურსი და ინსტრუმენტები, რაც ქვეყანაში იყო იმპორტირებული და ასე შემდეგ და სახელმწიფო ამ ხრივ შედგა და ეს დაიცვა თავისი არჩევანი. მაგრამ აი დღეს ვართ ამ მდგომარეობაში. ეხლა რა შეიძლება რომ ეს გამოვიყენოთ? თან ამავე დროს არ დაგვაუწყეს საერთოდ ევროპაზე იძახდი რომ შეიძლება გლობალური ლიბერალიზმი ამ გაგებით დამთავრდა რომ ის ვეღარ გახდა მსოფლიო წესრიგის განსაზღვრელი, მაგრამ ეს ლიბერალური ქვეყნები ისევ ჯერჯერობით არსებობენ და ამ წესრიგის ერთგული არიან. და რაც შეეხება ევროპას, რომელსაც იცახდება შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის გაესწრო, აღმოჩნდა ბოლომდე ჩართული უკრაინასთან ომში, ეს ცოტა ხანი იყო ეს ამერიკის შეერთებული შტატებიც, მე ერთ მომენტში და ბუნებრივია ეს ფორმალურად განაპირობა პრეზიდენტის ცვლილება, მადგა თქვა რომ არა ეს მე საერთოდ აღარ მჭირდება და მე აქედან გავდივარ და უცებ ყველა აღმოჩნდა კაბალურ დამოკიდებულებაში. ის თქვა რომ ფულს აღარ დავხარჯავ უკრაინის ომში, მაგრამ ეხა ფულს დახარჯავთ თქვენ და ფულს დახარჯავთ ოღონდ ჩემი არახში. ანუ რაღაცნაირად ერთის მხრივ მოიშორა ხარჯები და მეორეს მხრივ გაზარდა გაყიდვები. ეს ცვლილება მოხდა. ხა ეს დიდხანს კიდევ ვერ გაგრძელდება. ჩვენ კარგად გვესმის რომ დაუსრულებელი ეს ომი ვერ იქნება, იმიტომ რომ ძალიან მაღალი დანახარჯი აქვს ამ ორს ორივე მხრიდან. ხო, ხა ნახეთ აგერ შარშან დეკემბერში ახალმა ტრანშმა 90 მილიარდიანმა, რომელიც შეიძლება მაქსიმუმ 2 წელიწადს ეყოს, რამხელა ნებათაღელვა გამოიწვია, ხო? და სადაც 4 წელი გაგრძელდა ომი, რატო ვერ გაგრძელდება კიდევ? მე ეს სერიოზული განსაცდელია. მე ამ კონფლიქტს უყურებ როგორც ხანგრძლივ, მაინც ხანგრძლივ კონფლიქტს. მე მინდა ოპტიმისტურად შევხედო, რომ ამ წელს დასრულდება და რაღაც ესეთი განცდა აქვს ბევრს, მაგრამ მე მგონი არ დასრულდება ამ წელს. ეგრევე არაოდო, მე ვნახავ წლის ბოლოს მართალი ვიყავი თუ არა, მაგრამ თავარი მომენტი რა არის აქ? მოდი ნახოთ რა მიზანი აქვს რუსეთს აი ამ ომში, რა არის? რომ ისე დასრულდეს ეს ომი, რომ უკრაინას უკვე რესურსულად აღარ ქონდეს იმის საშუალება, რომ საფრთხეს წარმოადგენს რუსეთისთვის. ეს ეხლა რა ტერიტორიებში მოხდება, როგორი ფორმატით მოხდება, მაგას უკვე არცებითი მნიშვნელობა არ აქვს. თავარი არის ის, რომ უკრაინა როგორც სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია ესეთი ომის წარმოება რუსეთისთვის, მეორედ აღარ ქონდეს ამის საშუალება. ეს იყოს ბოლო ომის, როდესაც მას ესე შეუძლია. ესა რუსეთის ამოცანა. და დასავლეთის ამოცანა რა არის? დასავლეთის ამოცანა არის ის, რომ თუ დასავლური გეგმა რომ შეჩერდეს ეგ ომი რაღაც დროებით, სამდე მოხდება გადაიარაღება მთელი დასავლეთის. ხო, და ის ნაწილი უკრაინის რაც დარჩება, ანუ პრაქტიკულად მოდი ამას დავშეიარაღო. ხო, და აქციონ თამდაცვით მზღუდეთ. ანუ ეს ჩვენ შეგვიძლია ესეთნაირი ანალოგია გავავალოთ ჩემი აზრით, მე ესე ვავლებ ხოლმე მე-20 საუკუნიდან, რომ არის ორი პროექტი, ხო, ერთი არის გერმანიის, ეს ნიშნავს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაყოფილი გერმანია ყველაზე ყიფე საზღვარი გადის ბერლინში, კედლის სახით, ორი დანარჩენი ბევრი დიდი ბუფერული ზონა, სადაც ორი დაპირისპირებული სისტემა, ორი განსხვავებული მმართველობა, ანუ აქეთ აღმოსავლეთის ბანაკი, εκεί დასავლეთ, მაგრამ გერმანია შუაზეა გაყოფილი და თითოეული მათგანი აძლიერებს თავისას, იმიტომ რომ ის არის რაღაც დამცავი ზღუდი, ანუ ერთმა მეორე არ უნდა გადმოუშვას, ხო? ეს არის მკვეთრად გაყოფილი, თუნდაც ერთი ქვეყანა. თავისთავად პოლონეთი იყო ესე გაყოფილი, მერე გერმანია გაიყო, ეხა უკრაინაც დღეს.
მეორე პროექტი ეს არის ფინლანდიზაციის პროექტი, როდესაც შენ იმარჯვებ ომში, მიგახ ტერიტორიის ნაწილი, რაც სტრატეგიულად შენთვის მნიშვნელოვანია, რაც შენ გაძლევს სტრატეგიულ უპირატესობას, რომ ის ქვეყანა დაასუსტო და ფინეთმა პრაქტიკულად, იმიტომ რომ გამოაცხადა ნეიტრალიტეტი, უარი თქვა რაღაცა ერთგვარ სამხედრო პროექტზე, მხოლოდ მოიპოვა ეკონომიკური კეთილდღეობა, სხვათა შორის იგივე ერთთან ვაჭრობით და ასე შემდეგ. ხო, ზოგს ბევრს გონია, რომ საბჭოთა კავშირი აფერშუაში არ არის, ეს თქვა ფინურ პროექტთან. ანუ აი ეს ორი დიდი რაღაცა არის. ხო, მაგრამ ფინეთი ხო არ არის საფრთხე, ასე თქვა, რუსეთისთვის. ხო, მაგრამ ნახე აი თავარი პრობლემა რა არის? თავი პრობლემა ის არის, რომ უკრაინას არ შეუძლია ფინეთიზაცია. ეს არა მარტო გეოპოლიტიკური საკითხი, ესა რეჟიმის გადარჩენის საკითხი. როგორც რუსეთს არ შეუძლია გაჩერდეს იქ როდესაც უკრაინა ისე საფრთხე არის. მე ვლაპარაკობ ორივე პროექტზე, როგორც დასასრულზე, ან ერთი ფორმის უნდა იყოს, ან მეორე. დღეს რო ვერც ერთი ვერ თმობს ამ თავის ამბიციას. ერთს უნდა რომ გადარჩეს სახელმწიფო, მეორეს ეგზისტენციალური პრობლემის წინაშე დგას ერთის და მეორეც. ანუ თუ კი უკრაინა ამიტომაც არის ნუკრი ომი, ამიტომაც არის შეტაკება, რომ ეს ორი პროექტი შორის კონსტიტუცია ვერ ინახება, მაგრამ ეს ხარ შეიძლება დაუსრულებლად ესე იყოს, ვიღაცამ უნდა მოიგოს. ვიღაცა უნდა მოიგოს, ეს ნიშნავს მეორე მხარეს, ანუ ხო და ვიღაცა რომ მოიგებს დასასრული შეიძლება იყოს მხოლოდ ეგეთი. პუტინის ხელისუფლება ვერ აუხსნის საკუთარ მოსახლეობას, რატომ იბრძოლეს ამდენი ხანი, რატომ და მე გაჩერდა. და მოაწერეს ხელი რაღაცა ტიპის როგორც ზელენსკი ვერ აუხსნის საკუთარ მოსახლეობას, ამდენი ადამიანი რატომ დაკარგეს, თუ კი ისინი არც ნატოში შევლენ, არც ევროკავშირში შევლენ, არც არაფერი ბენეფიტი არ ექნებათ და პლუს ამას ამხელა კორუფცია არის, ხო? ვერ აუხსნის ამას. შესაბამისად ზეწოლა ამიტომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან სიტყვით ყოველას ეპირფერება, მაგრამ მიდანებს სწორედ ამაზე, რომ არავინ აღარ ოცნებობს იმაზე, რომ იმ ტერიტორიებს უნდა გამოგლიჯავს რუსეთს, არამედ იმაზე, რომ მოაწერინონ რუსეთს რაღაცა ტიპის ხელშეკრულებაზე. ხელი რაც ნიშნავს რუსეთის გაჩერებას და რაც ნიშნავს დამარცხებას მაგაგები და რაც ნიშნავს დარჩენილი უკრაინის უკვე ინკორპორაციას დასავლურ სამყაროში. არ არის საკმარისი, ეგ არ იქნება რუსული მოსახლეობისთვის. არა, რუსეთისთვის, კაცო, ეს დამარცხებაა, წაგებაა ეს. თუ კი შენ მიიღე პირობითად ნახევარი უკრაინა, მაგრამ თლიანად ისევე ინკორპორირებული დასავლეთ, როგორც ეს თავის დროზე მოხდა დასავლეთ გერმანიის შემთხვევაში, ეს რუსეთისთვის მარცხია, იმიტომ რომ ის ზღუდესაც წყდება. ამიტომ მე არ მგონია რომ ეს ომი ესე დასრულდება. აბა როგორ დასრულდება? აქ უკრაინის შემთხვევაში ან ისე დასრულდება როგორც რუსეთს უნდა, ან ევროპელები მოასწრებენ მილიტარიზაციას, მაგრამ როგორ მოასწრებენ ეგ არ ვიცი. ანუ ტექნიკურად არ ვიცი. იმიტომ რომ აქ როდესაც მილიტარიზაცია დაიწყეს, აი მოიწერეთ. შენ შეიძლება მილიტარიზაცია მოასწრო, ანუ ომი რას ნიშნავს მილიტარიზაცია? ომი გაგრძელდა საკმარისად დიდ ხანს იმისათვის, რომ შენ აამუშავო შენი პროგრამები, გერმანიამ არის დღეს უკვე გაჩნდა ეგეთი ინფორმაცია, რომ შექმნა ატომური იარაღი, ასე შემდეგ. დასავლეთის მილიტარიზაცია გავიგე, მაგრამ უკრაინისთვის რა რჩება? ან მე როცა ვლაპარაკობ გერმანიის სქემაზე და ფინეთის, ეს არის როგორც დასასრული ფორმულა, ხო? რუსეთისთვის ეს მნიშვნელოვანია, რომ მინიმუმ მიიღოს უკრაინა როგორც ფინეთი, ხო? რაღაც ნაწილი ჩამოაჭრა, ჩაკეტა, აკონტროლებს დანარჩენს და ის არის ერთგვარად failed state, ხო? იქ დგას სხვა ტიპის ხელისუფლება მოდის, სხვა ნაციონალური პროექტი იქმნება, რომლებიც აღარ არის მიმართული რუსეთის საწინააღმდეგო. ხდები? ანუ ის იღებს დაახლოებით იმ ტიპის უკრაინას, რაც იყო საბჭოთა კავშირის დროს. ეგ ამის ხელმომწერი არ ვიცი ვინ იქნება. ანუ როგორ წარმოგიდგენია ამის ხელმომწერა ყოველთვის გაჩნდება, როცა გაფორმდება ეგ რეალობა, რაც გაფორმდა. როდესაც 3 წელი იომა დასავლეთმა გამარჯვების პროექტის ეს ვერ მიაღწია, მერე გაჩნდა დონალდ ტრამპი, რომელიც უბრალოდ თქვა, რომ ეს მიუღწეველია და მორჩა. ეს ხო მარცხის აღიარება იყო ამ გაგებით. ანუ ბორის ჯონსონის პროექტი, რომელმაც უკრაინას უთხრა, რომ იცი ბიჭებო, თქვენ ომი გააგრძელეთ და ჩვენ გავიმარჯვებთ, ეს პროექტი დამარცხდა. ისე მინდა რომ მე ხშირად გავმარტა ხოლმე სპენელისთვის, რომ ერთი არის ომის დაწყება და ეს ომი დაიწყო რუსეთმა, მაგრამ მეორე არის ამ პირველი ტაღის შემდეგ, რომელიც მოიგერია უკრაინამ, შემდეგ უკრაინამ უკვე ასევე თვითონ დაიწყო პროექტი, რასაც ქვია რუსეთის დამარცხება იმ ვაგებით, რომ თავის საზღვრებიდან უნდა გაედევნა და აღედგინა ტერიტორიული მთლიანობა. და ამაში შეაგულიანა და წაახალისა დასავლეთმა. ბორის ჯონსონი იყო ყველაზე ესეთი ნათლად გამომხატველი ამ პოზიციის. ეს პროექტი დამარცხდა და ეს გააფორმა დონალდ ტრამპმა. ეხლა ეს ომი ჩვეულებრივად ისევ გრძელდება. იქიდან როგორც პროქსი ომი, დასავლური დახმარება, რაზეც დგას უკრაინელების
საომარი შესაძლებლობა, აქეთ ამ მხრიდან რუსეთი, რომელსაც უფრო და უფრო შეზღუდული რესურსი აქვს, ებრძვიან მის ჩრდილოვან ფლოტს, აწესებენ სანქციებს, აგერ ჩვენ ნახეთ ლუკოილი იყიდა დასალურმა კორპორაციამ, ჩინეთზე, ინდოეთზე მიმდინარეობს დასალური ზეწოლა, რომ სავარაუდოდ მათ შეასუსტონ დახმარება, ანუ ეს ჭიდილი გრძელდება. ხო, მაგრამ ფიზიკიდან მოხსნილია ის საკითხი, რუსეთი შეიძლება დამარცხდეს ამ გაგებით. ფინანსიზაციის ხელის მოწერა პრაქტიკულად ნიშნავს იმ უკრაინის მეორე მხარეს სრულ ჩამოშლას. მაინც მაგას ნიშნავს. იმიტომ რომ ფინანსიზაცია ამ გაგებით მაგას ნიშნავს. ხო, თვითონ ფინანსისთვის მაშინ, როდესაც ეს ხელმოწერა მოხდა, მეორე სოფლიო ომის შემდეგ მოხდა სხვადასხვა. იყო ის რომ ნათელი იყო რომ მისაღები იყო მის. ანუ მას სხვა გზა ისევე არ ქონდა, რომ სომხეთს არ ქონდა ეხა გზა აზერბაიჯანთან დამარცხების შემდეგ. ანუ მეორე სოფლიო ომში საბჭოთა კავშირმა იმგვარად მოიგო და მე საერთოდ აღარც უფიქრია, ხო რა ვერ აიღებდა ჰელსინკს სტალინი, ხო? დატოვა ის იმ ტიპის ქვეყანას, რომელიც აგერ საბჭოთა კავშირი გაქრა, ლიბერალიზმის პიკი მიიღწა, მაგრამ ფინეთი ინარჩუნებდა ამ სტატუსს, სანამ არ დაიწყო რუსეთმა ომი, მანამდე ნატოში ის არ შესულა და ის თავის ნეიტრალური სტატუსი ჰქონდა. მე მგონი ეს ნატოში შესვლა ცოტა ხელმოზე იყო, მაგრამ მე იმის თქვა მინდა, რომ ეს ვერსია რატომ არის ესე იგი გამორიცხული, იმიტომ რომ რომელი მხარე არის ამით დაინტერესებული? ან შეერთებული შტატებია და დაინტერესებული ხა არავინ არ არის. მე მაგაზე არ ვაპარაკობ. რატომ მოხდება ხელშეკრულება? ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ კი მართლა სერიოზული ისეთი წარმატება ჰქონდეს, ან გარღვევა ჰქონდეს რუსულ ჯარს. წინამორბედ შემთხვევაში ესეც ნელ პროცესში არ იგრძნობა სიკვდილი. ესეც ნელ პროცესში არ იგრძნობა სიკვდილი. იგრძნობა პრობლემები, ეკონომიკური პრობლემები. ამ ნელი პროცესის უზრუნველსაყოფად, ანუ ის რომ ფრონტის ხაზი ესი არ იძურის, აი ამ ორი მხრიდან ხდება არანორმალური რაოდენობის რესურსების შეჭიდება. ეს რესურსები არის მილევადი. როგორც კი რომელიმე მხარეს რესურსი გამოილევა, ის მე პროცესი ძალიან სწრაფად განვითარდება. ხო ხდები? შესაბამისად დასასრული უნდა იყოს, ანუ პრაქტიკულად დღეს, მოდი ესე ვთქვათ, ხო? რუსეთისთვის არის დამარცხება, რუსეთს რო უთხრა, რომ ეხა მოდი გავაჩერეთ ცეცხლის ხაზს და მე იქ რაღაცა პირობები. რომელსაც ის ხელს აწერს ამაზე. ხო მე იქით იღებს პირიქით კიდევ უფრო მე ვხედავ ამის ლოგიკურ უკრაინულ სახელმწიფოს. ანუ რაღაც ეს ვერსიები არსებობს, მაგრამ მაგის რეალურობაზე საუბრობთ ახლა, ხო? ხო და მე გეუბნები, როგორც კი შენ ხელმომწერი პრობლემა არ არის. როგორც კი ეს რეალობა შეიცვლება, თუ კი დღეს ადამიანებს არ ყოფნით ის, რომ განჭვრიტონ მომავალი, თქვათ იგივე პოზიციაზე გადავიდეთ, რასაც ტრამპი, რომელიც იძახის, რომ შეუძლებელია შენ ატომურ რუსეთს ვერ დაამარცხებ, იქ ჩინეთი იძახის, რომ მე არ დავუშვებ ამის დამარცხებას. ანუ ან გაჭრიტა თუ ვერ გაჭრიტაო, მაშინ პროცესი მიდის და უბრალოდ ბუნებრივად დადგება ეს მომენტი, როცა რომელიღაცა მხარე ჩამოიშლება, ან რუსეთს აღარ ექნება საშუალება, რომ ეს შეტევა გააგრძელოს და უბრალოდ გაჩერდება და როდემდე იდგება ეს ანგარში, მეორე მხარე აუცილებლად დაიწყებს კონტრშეტევას, ან უკრაინას გაუთავდება რესურსი. შეიძლება ხელისუფლებები ევროპაში დამთავრდება ის 90 მილიარდით, ხა ასე შემდეგ. მე ვუყურებ ამ პროცესს ისე, რომ სამდე ევროპელები არ მიხვდებიან, არ მიხვდებიან. თუ ისინი მილიტარიზაციას მოახდენენ, რაც პრინციპში დაწყებული აქვთ. მილიტარიზაცია დაწყებული, მათ სხვა პრობლემები გაუშვათ, მაგალითად გერმანიას გაუშვათ ის, რომ და ეს მილიტარიზაცია თავდაცვისთვის არის. ეს არ არის იმისთვის, რომ ჩვენ ეხა შევიარებდეთ გერმანიაში კი არ არის ლოგიკა და გერმანიაში დავიცვა მე თავი. მე უნდა დავიცვა თავი უკრაინაში. არა, და შეგონია მილიტარიზაცია ნიშნავს, რომ უკრაინაში წამოვა ევროპელი სამხედრო საომრად? ამას ეხლა ამ ეტაპზე არა. არა, აი თუნდაც ხვალდა ზეგრო ის გაძლიერდება, არც ეს გაძლიერება რას ნიშნავს? სიტყვაზე შეიძლება მოსახლეობის განწყობა და ყველა გახდება ისე მეომარი და ვიკინგი და ტევტონი და მე წავლენ უკრაინა ეს მე ვერ წარმომედგენია. იმიტომ რომ ეს ომში ჩართვა და ეს ამ ქვეყნებს აქცევს ლეგიტიმურ სამიზნეს. ყოველ შემთხვევაში ის რომ ევროკავშირს ეხა უყურებ ხოლმე ხშირად გამოსვლებს. ეგ არის უკრაინული პროექტი, რომელიც მაგას ყიდის და ეუბნება იმათ, რომ აქ გადიდეთ თქვენი ომი, აქ არის საზღვარი და დამეხმარა. აქ მარტო ის არ არის უკრაინული პროექტი. აქ არის პროექტი ის, რომ თვითონ ევროკავშირმა ეხლა ნიშნულო ტრამპის დროს განსაკუთრებით საკუთარი თავი იგრძნო ძალიან სუსტად. გრენლანდიის საკითხზე, სხვა საკითხზე. ყველაფერზე კომიკურად სუსტად. მან ეხლა მთავარი დისკუსიები თვითონ ევროკავშირში გომაროს იმაზე რამდენად შეგვიძლია ჩვენ გადავიცეთ დამოუკიდებლად ტრამპისგან, დამოუკიდებლად ადარებენ ისინი სხვადასხვა ამ დებატებში და გამოსვლებში, ოფიციალურ გამოსვლებში ტრამპს და პუტინს ერთმანეთს და ორივეს თითქმის თანაბარ საფრთხედ განეხილავენ. ანუ
ევროპის ეხანდელი ამოცანები როგორც მე ესე უყურებ, დეკლარირებულად ესე ვთქვათ, ხო, არის ის რომ მან დაამტკიცოს რომ ესე მოქცევა მას არ შეუძლია. არ შეიძლება მასთან ესე მოქცევა. ამისთვის მას სჭირდება რაღაცა ძალა. ან არის მეორე ვერსია ამის, აბსოლუტურად საწინააღმდეგო ვერსია. რადგან მგონია რომ ევროპისთვის ეგზისტენციალური საფრთხეა. ან თვითონ ეს საბოლოო ჯამში გამოიწვევს ევროპის დაშლას. იმიტომ რომ ის რესურსის ეხლა მიდის უკრაინაში, ეს საბოლოოდ ძალიან დიდ უკმაყოფილებას ქმნის და მემარჯვენე პოპულიზმი ძალიან ვრცელდება. და ეს ქმნის საფრთხეს რომ ევროპის ერთიანობა იქნება დარღვეული. ეს მაგის საფრთხეს ქმნის. ამიტომ აქ რამოდენიმე თვითონ ევროკავშირს აქვს რამოდენიმე მოქმედების არეალი. ან ერთი რუსეთთან შედის მოლაპარაკებებში, რაც ჰქონდა ხო ცდილობა რა რუსეთის ევროპა და ასე შემდეგ. კაი, გავწიროთ უკრაინა, მაგრამ რუსეთთან ერთად რაღაცა საერთო უსაფრთხოების კოლგა შევქმნათ. აგერ გამოიცა რა ქვია დანიას აქვს პრობლემა გრენლანდიასთან და ასე შემდეგ. ნუ ეგ თეორიულად შეიძლება ესე ვიმსჯელოთ, მაგრამ რამდენად ესე იგი აეწყობა მთელი ეს ხაზი, როდესაც რუსეთის დემონიზება მოხდა და მთელი ეს პროპაგანდა ლიბერალური, ანუ საჭიროა სხვა ელიტების მოსვლა მაშინ, ლოგიკურია, ხო? ეს ერთი ვერსია. მეორე ვერსია, ვაგრძელებთ ამ უკრაინის დახმარებას, იქამდე სანამდე ჩვენ ძალას არ შევქმნით, ამისთვის ჩვენ გვჭირდება 5-დან 6 წლამდე და 5-დან 6 წლამდე რაღაცნაირად თქვენ ბიჭები უნდა გაძლოთ. რაღაცნაირად აი როგორც გინდათ გაძალით, ჩვენს დაგეხმარებით, მაგრამ აი 6 წელი გვაცალეთ რომ ჯარი ხვავდეს. ნუ იქ გამოჩნდა რომ იქ რა ქვია მიგრანტები ძალიან ბევრნი არიან და რომ იარაღი უნდა მიცენ ისე მუსულმანებს და ასე შემდეგ. ეგ გერმანიაში გამოჩნდა ეს თვითონ ეს პრობლემა არის და ამას როგორ მოახერხებენ ეგ არ ვიცი. ანუ ტექნიკური საკითხი არის ჩემთვის პრობლემა, მაგრამ ნუ მაგათად მოახერხეს ეს მილიტარიზაცია. მას დაჭირდებათ რაღაცა გამარჯვებებიც. იმიტომ რომ წინამდე შემთხვევაში მას ანგარიში არავინ არ უწევს. აღმოჩნდა რომ არც რუსეთი არ უწევს ანგარიშს, არც შეერთებული შტატები არ უწევს ანგარიშს. მან უნდა დაამტკიცოს რომ მას ვინმე უნდა გაუწევს ანგარიში. ჭირდება სამხედრო გამარჯვება. ნუ ეგერ არის საფრანგეთის დაკარგული ქვეყნები აფრიკაში და შეიძლება გააგდეს აფრიკით. გააგდეს და დაიბრუნებს ახლა რუსეთი ხელების შორს დაკარგული კოლონიების. ან მაგ მიმართულებით უნდა გააგდეს. ანუ იმის თქმით რომ საბოლოო ჯამში ევროკავშირისთვის ეგზისტენციალური საკითხი. ეს არა მარტო უკრაინის. მოკლედ ჩვენი დრო ამოიწურა და ძალიან მოკლედ პრაქტიკულად ერთი ციტით რომ იმპასუხო, რჩება თუ არა უკრაინის ომი დღემდე მთავარ ფაქტორად რეგიონში და საქართველოსთვის მთავარ აი ნიშნულად რა, როდესაც ჩვენი ქვეყნის ნავიგაცია ცურვა ამ ღელვარი ტალღებში იმის გათვალისწინებით უნდა გავაგრძელოთ თუ როგორ დასრულდება პროცესი ან როდის დასრულდება პროცესი უკრაინაში. თავის დროზე ბისმარკმა თქვა რომ დიდი ომი დაიწყება ბალკანური რომელიღაც სახელმწიფოს გამო და მართლაც პირველი მსოფლიო ომი სარაევოს გამო დაიწყო ხო? ახალი დიდი მსოფლიო ეს გადანაწილება დაიწყო ყოფილი საბჭოთა კავშირის ომით, ხო? და ეს არის ის ისტორიული რა წილი, რომელმაც აბსოლუტურად შეცვალა მსოფლიო პოლიტიკა. მე მგონია რომ ამ ომის ბოლოს სამყარო ყველანაირად როგორც ტექნოლოგიურად ისე გეოპოლიტიკურად ისე სოციალურ-ეკონომიკურად იქნება განსხვავებული. ის ძველი სამყარო სადაც ჩვენ ცხოვრობდით, ეს არის უკვე ძველი სამყარო. ჩვენ უკვე ცხოვრობთ აი ამ ძველი სამყაროს ინერციებით, რომელიც აი ქრება ჩვენ ხელში ქრება. და ეს ომი აჩვენებს ერთ რაღაცას, რომ აღარ არსებობს სახელმწიფოები ეს გარანტია, არსებობის გარანტია. არსებობს მხოლოდ რაღაცა ბალანსი და შეიძლება ამ ხაზმა, ამ რაღაცა კონფლიქტმა ბევრი სახელმწიფოები საერთოდ გააქრონ უკრიდან. მე ანუ ან გადაარჩინოს როგორც ბუფერი. კი ბატონო, მადლობა ნუკრის სტუმრობისთვის, ძალიან საინტერესო თითქმის 1 საათი ვილაპარაკეთ შექმნილ ვითარებაში. ჩვენი გადაცემა დღეს დასრულებულია, ჩვენ დავბრუნდებით ეთერში მომავალ კვირას.